სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსებობს. შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მისი ლოცვით, მისი მეოხებით, ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, დღესასწაულს, ირქმას, იგივე მიიგებებას. წმინდა მართალი სვიმეონი ცხოვრობდა ისეთ ეპოქაში, როდესაც ხდებოდა მოუწიათ თარგმნა და გადაწერა წმინდა წერილის და სვიმეონს შეხვდა ისეთი ადგილი წმინდა წერილში, სადაც იყო ასეთი ტექსტი, რომ შუას ქალწული მათზე მიუდგეს ქალწული და შუას ძე. და შეურგულდა, რა თქმა უნდა, დაეჭდა და მოისურვა ამ სიტყვის გადაკეთება. იფიქრა, რომ ქალწული როგორ შობდა ძეს და ნება მის მაგივრად ჩაეწერა სიტყვა ქალი. ამ დროს ანგელოზი, უფლის ანგელოზი ეცხადება მას და აუწყებს მას, რომ ის ვერ იხილავდა სიკვდილს, სანამ არ იხილავდა აი ქალწულისაგან შობილ ძეს, მაცხოვარს, განკაცებულ ძეს, განკაცებულ ღმერთს და აი ამ მოლოდინში გავიდა 300 წელი. 300 წელი ესე ერთი სიტყვით მარტივი სათქმელია, რომ ადამიანმა აუძლო ამ მოლოდინს სულ რო არაფერი, უბრალოდ მოთმინება შეიძლება არ იყოს ადამიანს, რომ აი ესე ყოველდღიურად მოლოდინში იყო იმ დღის, მით უმეტეს, როდესაც იმას აქვს გარდასული ხარ და ფაქტიურად ამ ქვეყანაზე მყოფობა შენი ფიზიკურად არაფერია თუ არა იმის მოლოდინი, რომ ის ანგელოზის მიერ ნაუცხრელი სიტყვა განხორციელდეს. დამოკიდებულება წმინდა სვიმეონის უფლის ამ ანგელოზის სიტყვის მიმართ და ზოგადად მსახურების მიმართ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და სამაგალითოა, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო აღმატებული უზესთა ისა სერაფიმებს და ზევით და ქერუბიმებს და ზევით და აღმატებული იყო და თუ მას ჭირდებოდა განწმენდა და მიახლება ტაძრა, რომ განწმენდილიყო და მე-40 დღეს მიებძანებინა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ტაძარში და მისთვის განწმენდისთვის შეეწირა. რა თქმა უნდა, იქ დაწესებული იყო ყველა ოჯახისთვის, მდიდარი ოჯახი უფრო მეტ შესაძლებს აკეთებდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ მართალი იოსები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ იყვნენ მდიდრები და ჩვეულებრივი ერის ცხოვრები ცხოვრობდნენ და მათ შეწირეს, როგორც არის სახარებაში, მათ შეწირეს ის შესაწირავი, მცირედი შესაწირავი, რომელიც მათ შეეძლოთ, რომ თავისი ოჯახიდან მდგომარეობიდან გამომდინარე შეეწირათ ღვთისთვის. და ასევე ჩვენ ვიცით, რომ ის სვიმეონი როგორც მართალი ისე მოიხსენება და მასაც არ ქონდა ესეთი რაღაცნაირად თუ ასეთი მართალი იყო და ასეთი წმინდა იყო, შეიძლებოდა რომ ის ყოველდღიურად არ მისულიყო ტაძარში და არ ყოფილიყო მსახურებაზე, არ ელოცა ღვთის წინაშე, მაგრამ აი ამათი მისულა ტაძარში, ამათი იგებება, ამათი შეხვედრა უფალთან, ამათი ლოცვა არის სამაგალითო ჩვენთვის, რომ თუ მათთვის იყო საჭირო მისვლა ტაძარში, თუ ღვთისმშობლისთვის იყო საჭირო მისვლა მსახურება, რომ განწმენდილიყო ის და შესაწირავი შეეწირა, თუ მართალი სვიმეონისთვის იყო საჭირო, რომ მისულიყო ტაძარში და მიიღო ის წყალობა ღვთისაგან, რომელიც მას არ უთქვა ღმერთმა ანგელოზის პირით და ყოველდღიურად მიდიოდა ტაძარში. ამდენად მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ მივიდეთ ტაძარში და ესე, რომელიც მან ღრმა იესო მიიქვა და მიიხუტა გულზე, მაგრამ ჩვენ უკვე თითოეული ჩვენგანისთვის ის აღთქმა განხორციელდა, რომელიც აღუთქვა უფალმა თავისი ძის მოვლენებით, განკაცებით, ჯვარცმით და თქვენ იცით სახარებაში როგორ ბრძანეს უფალი, რომ ვინც ეზიარება ქრისტეს სისხლს და ხორცს, ვინც მიიღებს
მის ხორცს და მის სისხლის ბრძანებს უფალი, რომ მე მისთან ავარო და ის ჩემთან. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფიზიკურად მივიდეთ და როგორც მართალმა სვიმეულმა მიიღო კერძზე მაცხოვარი, ესე ხილულად მოვიდეს ჩვენთან იესო ქრისტე და ჩვენც ესე ვადიდოთ და შევეგებოთ მას. ჩვენი შესაგებელი უფალთან არის ჩვენი მისვლა მსახურებაზე, ჩვენი სინანული არის შეგებება უფალთან. ზიარება არის შეგებება უფალთან. მაკურნებელი სულისა და ხორცის და აი ესე გაატარა ცხოვრება მართალმა სვიმეულმა და დადგა მის ცხოვრებაში ის დღე, როდესაც ის უწყებული იყო სული წმინდის მიერ, რომ ის იხილავდა ამ დღეს, იხილავდა განკაცებულ ღმერთს და როდესაც დაინახა ის მიიხუტებს და იმ დღესვე განმოტევებს სულს და აღესრულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ ეს წავიკითხეთ სახარებაში, რომ ასევე მასთან ერთად ტაძარში იმ დღეს, როდესაც იქნა იესო ქრისტეს მე-40 დღეს მიყვანება ტაძარში იმყოფებოდა ანა წინასწარმეტყველი. და ასე წერია სახარებაში, რომ ის ამდენიმე წელი იცხოვრა მან, როდესაც შექმნა ოჯახი და დაოჯახდა და ის დაქვრივდა მერე. და საოცარია მისი აღწერა, ესე აღწერს, რომ ისო არ განეშორებოდაო ტაძარსო, ლოცვითო, მარხვითო და მსახურებით იყო ყოველი დღე. როგორი სამაგალითოა ჩვენი დედებისთვის, ქალბატონებისთვის ამ ადამიანის მსახურება და ამ ადამიანის ლოცვა. ჩვენ გავიწყდება, რომ დედებმა, რომლებმაც მომავალი თაობა უნდა აღზარდონ, რომლებიც უნდა იყვნენ სამაგალითო ჩვენი შვილებისთვის, რაოდენ მნიშვნელოვანია დედის ლოცვა და რაოდენ მნიშვნელოვანია მსახურება, დედის მსახურება ოჯახში. შვილი ხედავდეს, რომ დედა როგორ ემსახურება თითოეულ ოჯახის წევრს, დედა როგორ ემსახურება ოჯახში მყოფ მის მშობლებს, როგორ ემსახურება მის მეუღლეს. დღევანდელ ჩვენს თაობას არ უნდა ეს. მიაჩნიათ, რომ ეს არაფერი არ არის, რომ ქალი კაცს უნდა გაუტოვდეს, რომ ქალმა იგივე საქმე, კაცური საქმეები უნდა აკეთოს. ქალს თავისი დიდი მისია აქვს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ მისი გაზრდილი შვილი, რომელიც შემდგომ ისევ ჩვენს ერს, ჩვენს ეკლესიას გამოადგება, ეს არის გატოლება მსახურებით იმის, რომ მან შეძლო და მოახერხა, რომ ღირსეული შვილი აღეზარდა. როგორ შეძლებს დედა შვილის ღირსეულად აღზრდას, რომელსაც მასთან არ აქვს ურთიერთობა, რომელიც მთელი დღის მანძილზე არის გასული სახლიდან და ფაქტიურად ვერ ხვდება, როგორ იზრდება მისი შვილი. დედამ უნდა იცოდეს თავისი შვილის ზნე, თავისი შვილის ხასიათი. დედამ უნდა იცოდეს თავისი შვილის შესაძლებლობები. უნდა იცოდეს მისი უნარი აქვს მის შვილს, რომ მისი ცხოვრება მომავალში ისე დაგეგმოს, რომ არ შეექმნას პრობლემა მის შვილს, რომ რაიმე ისეთ განსაცდელს და ისეთ რამეს არ შეეჭიდოს ცხოვრებაში, რომელიც დიდი დაბრკოლებად იქცევა მას ცხოვრებაში. ამიტომ ქალებზე არის, დედებზე არის ეს, რომ მამა გადის შრომობს და დედამ უნდა იცოდეს მისი შვილი. დედამ უნდა მიუთითოს შვილს და მისცეს გზა, გაუყვანოს გზა ცხოვრებაში. აი ძველი აღთქმის რო წაიკითხოთ წმინდა წერილი, აუცილებლად გაიგებთ, რომ როგორი მნიშვნელობა ქონდა დედას ოჯახში. აი ჩვენ ვიცით დიდი მამამთავრები აბრაამი, ისააკი და იაკობი და აი რო წაიკითხოთ მათ, თუნდაც აი ეს მონაკვეთი რო წაიკითხოთ, მათი ცხოვრების დაბადება რო წაიკითხოთ ძველი აღთქმის მოსეს წიგნეული და წაიკითხოთ თუ როგორ ერევა დედა თავისი შვილის ცხოვრებაში, როგორ აძლევს მიმართულებას, მიხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დედის როლი ოჯახში. და ესე არის წინასწარმეტყველი ანა სამი სიტყვით არის დახასიათებული, რომ ის არ განეშორებოდა ტაძარს,
ის ლოცვაში იყო, მარხვაში და მსახურებაში სულ. ღმერთმა ინებას რომ მოგმართოთ ეს ნიჭი დედებს, რომ გამოითხოვეთ ღვთისაგან, რომ რაც ღირსეულია, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენი ოჯახისთვის ესაკეთეთ. ასევე დღეს გახლავთ საშინელი სამსჯავროს ხსენება. გახლავთ დღეს ხორციელის კვირა, დღეს არის ხორცით დაურწყება. დღევანდელი დღის შემდგომ არ შეიძლება მოწმე ადამიანი მიახლოს ხორცს, რომ მიიღოს სახსრებო საკვებად ხორცი. და წავიკითხეთ ჩვენ მათი სახარება, სადაც უფალი ბრძანებს, რომ როგორ განარჩევს ცხვრებს თიკანთაგან და ეუბნება, რომ აი თქვენ რომლებიც მოხვედით ჩემთან და რომელიც მიხვედით გაჭირებულთ, რომლებიც შიშვების შემოსეთ, შიერს მიეცით საზრდო, უძრუში მყოფი მოინახულეთ, უძრურებაში მყოფი, საპატიმროში მყოფი მოინახულეთ და მიხვედით მასთან, აიგივებს თავის თავთან მისვლას და ეუბნება, რომ რომელი უყვავთ ყოველთა ამაც ის მიყავთ ეუბნება, რომ წადით და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული საუკუნიდან სასუფეველი ღვთისა და ასევე რომლებსაც განარჩევთ როგორც თიკნებს ცხოვართაგან, მათ ეუბნება, რომ თქვენ არ მიხვედით იმ ადამიანებთან, რომლებსაც უჭირდათ, რომლებსაც შესამოსელი უნდათ არ შემოსეთ, შიერი არ დააყურეთ, შიშველი არ შემოსეთ, ავადმყოფი არ მოინახულეთ, არ მოიკითხეთ აღწიხ საპრობილეში მყოფი. და ეკითხებიან, ჩვენ როდის არ გავაკეთეთო ესო და აი როდესაც არ მიხვედით ამათთან, ის ნიშნავს, რომ თქვენო ჩემთან არ მოხვედითო და ჯერ უფლის დამოკიდებულება, რომ თითოეული როგორ აიგივებს თავის თავს თითოეული ჩვენგანთან. ჩვენ ხო თითოეული ჩვენგანი ხო ხატება და მსგავსება ვართ ღვთისა და უფალიც ესე ბრძანებს, რომ თვითონ უნდა, მასაც უნდა, რომ ისნაირები ვიყოთ. გვაიგივებს მასთან და ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ საკუთარ თავთან ბრძოლით, რომ დავთრგუნოთ ჩვენი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ჩვენს უნებებზე, მივემსგავსოთ უფალს. თითოეულ ადამიანში არის ის ნიჭი, ყოველ ადამიანში არის ის, რომ ის გაღრთვებაში იყოს და მიემსგავსოს უფალს. იმიტომ რომ აქვს ადამიანს ამის ნიჭი. აი ძალიან დიდი მაგალითია ისე წავა ძველ აღთქმაში და აბრაამის ცხოვრებაში და გადავხედოთ აბრაამის ცხოვრებას, როგორი მსახური იყო ის, როგორი მორჩილი იყო უფლის, როგორი ერთგული იყო უფლის და როგორი მსახურება ქონდა მას თითოეული ადამიანისგან. ის როდესაც მთელი დღის მანძილზე მასზე ეს წერია, რომ გადიოდა გზაზე გადიოდა, რომ შეხვედროდა ადამიანს, გზაქმნივალ ადამიანს, რომ შემოეყვანა, დაეპყრებინა, თუ შესამოსელი არ ქონდა, შესამოსელი მიეცვა, დაემზადებინა და ასე კეთილად გაეშვა ის ადამიანი. ესე თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი ესეთი გასვლის დროს, როდესაც აბრაამი გადის და შეხვდება გზაზე მისკენ მომავალ სამ ადამიანს და ისეთი თანდაბალი იყო, ისეთი ღვთიური იყო მამამთავარი აბრაამი, რომ თვითონ ადამიანს როგორც ღვთის სახებას, როგორც ღვთის ხატებას, როგორც მსგავსებას ისე ექცეოდა, მის წინაშე ქედს იხდიდა, თაყვანს სცემდა, ესე ემსახურებოდა. როდესაც მოიპატიჟებს მამამთავარი აბრაამი ამ სამ ადამიანს და მიიწვევს ტრაპეზზე, არავალებს მას უამრავი მომსახურე ადამიანი, ასიც ემსახურებას, იმიტომ რომ მამამთავარი აბრაამი ძალიან მდიდარია, უმდიდრესი ადამიანია იმ დროის ეპოქაში. იმ მხარეში მცხოვრები ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მას შეუძლია ნებისმიერ მის ვინც მასთან ცხოვრობს, ვინც მას ემსახურება, ნებისმიერ ადამიანს დაავალოს, უთხრას, რომ წადი, ახლა გაამზადე, დაკალი საკვალი, გააკეთე სადილე, რომ ჩვენ დავაყუროთ. არა, ისეთი სიხარული აქვს მას ამ ადამიანებთან შეხვედრის, რომ თვითონ მიდის, ის ხო ის ფაქტიურად არის პატრიარქის წოდება, მას მამამთავრის წოდება და ისეთი დიდია. აქ არის საშუალება, რომ სხვას უთხრას, მაგრამ იმდენად უყვარს ადამიანი და
იმდენად უნდა რომ თვითონ მოემსახუროს და თვითონ მიიღოს ამაში მონაწილეობა, რომ თვითონ მიდის და თვითონ ამზადებს იმ საკლავს, თვითონ აკეთებს სადის. აი ეს არის მსახურება ღვთისა, ეს არის მსახურება მოყვას ისტორია. როდესაც ვიცი რომ გაჭირებული ადამიანია და მინდა დავეხმარო და იქ შეიძლება ჩემი მეგობარი გაუშვა, ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი გაუშვა, ის დასახმარებლად. ეს მებეთულება არ არის ეს სულიერი სათნოება, ეს არის უბრალოდ რაღაცნაირად ღვთთან გასაგების ხდება სხვისთვის, რომ შენ ამას აკეთებ და ამით სათნოებას ვერ მოიპოვოთ, ამით ვერ გამდიდდებით, ამით ვერ მივემსგავსებით უფალს, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ ის გაჭირებული ჩვენ თვითონ გვენახა, მოგვეკითხა და მასთან მის მოსანახულებლად, თუნდაც იმიტომ რომ რაღაცა შესაძლებელი გადავცეთ, რაღაცნაირად მოვიკითხოთ, არაპირებად ჩვენ, არამედ სხვა ადამიანის დახმარებით მივდივართ იმამდე, რომ რაღაცნაირად იმ ადამიანს დავეხმაროთ, მაგრამ წინა მამები ამბობენ, რომ წმინდა დიდი მღვდელმთავარი ამბობს, აი წაიკითხეთ დღევანდელი შესახებ რას ბრძანებს წმინდა დიდი მღვდელმთავარი გაბრიელი ქიქოძე, რომელიც იყო უდიდესი მსახური ჩვენი ეკლესიის. აი მისი ეს ორი წიგნი, რომელიც დაწერილია ქადაგებები, იმ ორი წიგნის წაკითხვა მოგცემთ თქვენს. სრულიად შეიცნობთ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანი. სულ რომ დანარჩენი არაფერი არ წაიკითხოთ, სულ რომ არ წაიკითხოთ მამათა ცხოვრებები, იქ არის ის ყოველივე ჩადებული სიბრძნე, ის სიყვარული ჩადებული, რომელიც ადამიანს დააფიქრებს და იტყვის, რომ მოდი, მე უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება. აი ეს მის ქადაგებებში არის, რომ ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს, თვითონ უნდა გააკეთოს ეს სიკეთე და პირადად მან უნდა შეეხოს იმას, იმ გაჭირვებას უნდა ნახოს. როგორ უჭირს მას, რომ განიცადოს და მის გულს შეეხოს და გაუთმოს გული. მერტყა შეგვაძლებინოს ესეთი ღირსეულები ვიყოთ ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამეგობროსთვის და ვიყოთ სამაგალითოები, რომ ჩვენ, როდესაც მაგალითს მიცემით ვართ, ჩვენი გარშემო ადამიანებისათვის შეიძლება ჩვენმა კეთილშობილმა ცხოვრება შეცვალოს ჩვენი მეგობრის ცხოვრება, მისი დამოკიდებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანების მიმართ. ღერთმა ინებოს, რომ მოგმოდოს ეს ნიჭი და ღერთმა ინებოს, რომ ვიყოთ ღირსეულები, ღერთმა ინებოს, რომ როდესაც დადგება ჟამის ჩვენი ახლობლიდან გასვლისა, უფალმაც მოგმოდოს ჩვენ და გითხრას, რომ აი შენთვის გამზადებული ეს ადგილი, საუკუნო საცხოვნებელი ადგილი, 64-ში, აი შენთვის გამზადებული ადგილი აი აქ არის და როგორც ცხოვარი შეიყვანა სასუფეველში და 64-ში, ღერთმა ისე ვაცხოვროს და ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენი შეიწიროს ის ჩვენს მიერ ნაცხოვრები ამ ქვეყანაზე და უფალმა კეთილად მოგაგოთ თითოეულ თქვენგანს და მინდა რომ ერთად ჩვენს თითოეულ თქვენგანს გითხრათ, რომ საუკუნო ცხოვრებაში, საუკუნო სიხარულში გადუშვათ ღერთმა და მერე ყველა ერთად ვიყოთ იმ დიდებაში, რომლისთვისაც მოდის ადამიანი, რომ განემზადოს იმ საუკუნო ცხოვრებისათვის და აი ეს მინდა გისურვოთ, რომ ყოველ თქვენგანს ღერთმა გამოგირჩიოთ და ღერთმა გამგაწესოთ საუკუნო ცხოვრებაში, სიხარულში, უფალთან და იმ წმინდანებთან, რომლებიც იმსახურებოდნენ და რომლებიც ადიდებენ უფალს ჩვენს იესო ქრისტეს. ღერთმა დაგლოცოთ, ღერთმა ყოველ შეგინოთ სოდები და მაგერების კვირა, ყველიერის კვირა და ფაქტიურად უკვე შემდეგ კვირას გახლავთ შენდობის კვირა, ადამიანი უნდა განემზადოს, შეუნდოს თავის მოყვას და საოცრად არის კიდევ სასიხარულო ის დღე იმისთვის, რომ შენდობის კვირას ემთხვევა ჩვენი ღირსი მამის, უდიდესი წმინდანის, მამა გაბრიელის სისხლების დღე და აი ესე მამა გაბრიელის მოწვით ღერთმა შეგვიდგოს ჩვენი